პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან ლობიზმის გამჭვირვალობის გაზრდას ემსახურება. როდესაც ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა და ქართული ოცნების წარმომადგენლები განსაკუთრებით პაპუაშვილი ცდილობს რომ შეადაროს ევროკავშირში მიღებული კანონები და საქართველოში მიღებული კანონები, უბრალოდ მას შევახსენებ ერთ რამეს. ევროკავშირში საქართველოსგან განსხვავებით მოქმედებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და იქ სასამართლო არის დამოუკიდებელი. თუ ქართულ ოცნებას პრეტენზია აქვს გამჭვირვალებას და რა თქმა უნდა ჩვენი პარტიის გადმოსახედიდანაც გამჭვირვალება არის მნიშვნელოვანი, მაშინ რატომ არ ასაჯაროვებენ იგილ ჰილსის ხელშეკრულებას. ეს არის ძალიან მარტივი ტესტი. თუ ქართულ ოცნებას ნამდვილად აწუხებს გამჭვირვალობა და ეს გამჭვირვალობა უნდა შეეღოს პირველ რიგში ხელისუფლების ქმედებებს, გაასაჯაროვონ ის ხელშეკრულება, რომელიც დადეს იგილ ჰილსთან. თურმე ფარას კანონი ამერიკაში უნდა მოქმედებდეს და კარგია და საქართველოში არ უნდა მოქმედებდეს ცუდია. ევროკავშირში კარგია, ეხლა თანა უფრო ამკაცრებენ ამ გამჭვირვალობის კანონს, თურმე უნდა დაცვა მოხდეს უცხოური ძალების ჩარევისგან ევროპაში და საქართველოში ეს საჭირო არ არის. რატომ? იმიტომ რომ იქაური ძალები უცხოური უნდა ჩაერიოს საქართველოში. ამას მამაღლაც ხომ ამბობენ. ევრობიუროკრატი გამოვიდნენ და თქვენ რომ ჩვენ საქართველოს მთავრობის და კანონმდებლობის გვერდის ავლით ვეძებთ გზებს რომ შავი ფული ჩაურიცხოთ ჩვენს წარმომადგენლებს. მაშინ როცა ჩვენ გვარწმუნებდნენ თითქოს რომ გამჭვირვალობა არ შეესაბამებოდა ევროპულ ღირებულებებს, დღეს მადლობა ღმერთს ევროპამ აღიარა რომ თურმე გამჭვირვალობა ნამდვილად ევროპული ღირებულების ნაწილი ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი ასმაგი სტანდარტი, ჩვენ ეს კანონი რა თქმა უნდა გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და იმისათვის რომ გამჭვირვალე გამختارიყო ის თანხები, რა თანხებიც ირიცხებოდა კოლექტიური გიგაურის და ლონჯერიების NGO ორგანიზაციებში, რომლებიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში დაკავებულები არიან პოლარიზაციის გაზრდით საქართველოში, დაპირისპირებით, ასე ვთქვათ, გაღვივებით, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებზე შეტევით, საპატრიარქოზე შეტევით, რევოლუციური სცენარების ორგანიზებით და ასე შემდეგ.